დილამშვიდობისა, დილის არხის ფორმატში განვარძოთ მუშაობას და სტუდიაში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროს მაია ჩხობაძეს მასვეზლობთ. გამარჯობა. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. მადლობა. ალბათ მაიასთან ერთად ჩვენ დღეს გარეული ცხოველების დატყვევების თემატიკას და ამ მხრივ არსებულ აღკვეთის მექანიზმებზე ვისაუბრებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით კანონი უკვე არაერთი წელია გვაქვს და დასჯადია, არა იმ რაოდენობით, მაგრამ ფაქტები მაინც ფიქსირდება თურმე და ჩემთვის მაგალითად თუ არსებები ამ წინა წლის დასაწყისი თუ გაზაფხულზე, როდესაც მე ვიმყოფებოდი ცხვარიჭამიაში, კერძო სივრცეში, სადაც ადრე დატყვევებული და შემდეგ უკვე თავისუფლება მოპოვებული ცხოველების ერთგვარი თავშესაფარია და ეს კერძო თავშესაფარია და მინდა მადლობაც უთხრა, ასე ვთქვათ, საზოგადოების სახელით ამ ადამიანს. ეს არ არის მცირე ინვესტიცია და მარტივი პასუხისგებლობა და აქ რაოდენობრივად მაშინ აღვიქვით თურმე რა რაოდენობის გარეული ცხოველი აი ამ ურბანულ თანამედროვე სამყაროში არ ვიცი შემთხვევით თუ შეგნებულად ადამიანების დამსახურებით თუ შემთხვევითობებიდან გამომდინარე როგორ აღმოჩნდებიან და შემდეგ უკვე ამ გარემოში აღზრდილები რა თქმა უნდა ისინი ვერ დაბრუნდებიან ველურ ბუნებაში ვერ იცხოვრებენ და რა რაოდენობის არიან რა რეალობა გვაქვს ამ მხრივ ისევ მადლობა ღმერთს ახლა აღარ არის ის ტენდენცია რომ რესტორანთან რომ მისულიყავი რა რესტორანი იყო თუ დათვი არ შეხვდებოდა იქვე დაბული და რა მოცემულობა გვაქვს და როგორია ამ მხრივ ჩვენი რეალობა ძალიან დიდი მადლობა ამ თემას რომ შეეხეთ და მოდით რახან თქვენ თვითონ აქცენტი გააკეთეთ თავიდან დათვების დატყვევებაზე. მოდი აქედან დავიწყოთ. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, იყო დრო, როდესაც ჩვენ რესტორანთან რომ მივიდოდით, დახვდებოდა გალიაში გამოკეტილი დათვი, რომელიც იყო აი ვანდალიზმის სრული სახე, როდესაც მოქალაქეები მიდიოდნენ, აჭმევდნენ ღმერთმა იცის რას და შეიძლება ისეთ რამეც ყოფილიყო, რომ მისთვის სასიკვდილოც კი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტიური მუშაობით და ჩვენი აი ფაქტური დიდი ძალისხმევით მოხდა რომ ეს ფაქტები საბედნიეროდ უკვე აღარ არის, თუმცა ჩამორთმეული დათვი, რომელიც წლებია უკვე დატყვევებული იყო, შეუძლებელი იყო მისი გარემოში დაბრუნება, ვინაიდან მას დაკარგული ჰქონდა ყველანაირად გარემოსთან ადაპტაციის უნარი. ის უკვე საფრთხეს წარმოადგენდა ერთის მხრივ ადამიანისთვისაც და მეორეს მხრივ ის თვითონ იყო საფრთხის ქვეშ, ვინაიდან აღარც უნარი ჰქონდა, ვერც საჭმელს მოიპოვებდა, ვერც გადარჩებოდა და შესაბამისად ასეთი დათვი უკვე სახიფათო ხდებოდა საზოგადოებისთვის, შეუძლებელია დატყვევებული დათვის გარემოში გაშვება. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ ეს ჩამოგვერთვა კონფისკაციას ითვალისწინებს მუხლი, ჯარიმა 2000 ლარია, ვინაიდან დათვი წითელი ნუსხით არის დაცული და ესეთი დათვები უნდა წაგვიყვანა ან ზოოლოგიურ პარკში, რომელიც ძალიან გვეხმარება და მართლა უდიდესი მადლობა მინდა თბილისის ზოოპარკს გადაუხადო. ვინაიდან ის არის ჩვენი ფაქტობრივად შემფარებელი ცხოველების, რომლებიც გაშვება შეუძლებელია და რა თქმა უნდა შეიქმნა მეორე კერძო ამ შემთხვევაში კერძო ინიციატივით მოხდა ცხვარიჭამიას დათვების თავშესაფარის შექმნა. ძალიან დათვები, უბრალოდ დათვები რაოდენობრივად ყველაზე მეტია მგონი. დიახ, სადაც ხდება მიბარება და ფაქტობრივად ოფიციალურად შეიქმნა ეს ზოოლოგიური ცენტრი. ეხლა რა მინდა ვთქვა, უბრალოდ ცხოველების დატყვევების ფაქტი სამწუხაროდ მარტო დათვების დატყვევებით არ ფარგლება საქართველოში და ცხოველთა სამყაროს ყველა ობიექტი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანის ტყვეობის ქვეშ. ჩვენ გქონია ფაქტები, როდესაც იყო მათ შორის მგელის, მელა, ტურა, ენოტი, შეიძლება იყოს ფრინველებიც, ქვეწარმავლებიც. წარმოუდგენელი ფაქტია, როდესაც ადამიანი თითქოს ზრუნველობას გამოხატავს, ველური გარემოდან ამოიყვანს ცხოველს, მიიღავს და ძალიან დიდი გონია თვითონ, რომ თავისი ზრუნველობით სიკეთეს უკეთებს სინამდვილეში. ასეთი დატყვევებულ ცხოველს ფაქტობრივად ეს არის იმდენად დიდი სტრესი, რომ ნერვოზი უვითარდებათ ესეთ ცხოველებს, ნერვული პრობლემები, მათ უჭირთ ადაპტაცია ველურ გარემოსთან,
მათთვის უჩვეულოა საკვები, რაც არ უნდა ვეცადოთ იმ საკვების მიმსგავსებულსაც კი ვერ მივაწვდეთ ჩვენ გარეულ ცხოველს, რასაც ის ველურ ბუნებრივ გარემოში იპოვებს. შეუძლებელია ეს მენიუ ჩვენ შევთავაზოთ. ასევე შეუძლებელია იმ ჩაკეტილ სივრცეში ცხოველის ქცევისა და უნარების ადაპტაცია, ვინაიდან ის მიჩვეულია გაშლილ თავისუფალ სივრცეს და მოკლედ ყველანაირი პრობლემა, მათ შორის შეიძლება ინფექციური დაავადებებიც გავრცელდეს და ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს გარეულ ცხოველის დატყვევებამ. და თითქოს მათ მიმართ ზრუნველობის გამოჩენა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციებს. გარეულ ცხოველის დატყვევებაზე ჯარიმა არის 1000 ლარი და კონფისკაცია არის, უპირობო კონფისკაცია, ჩამოერთვება ესეთი ცხოველი, ცხოველთა სამყაროს ობიექტი, წითელი ნუსხით დაცულზე ჯარიმა არის 2000 და რა თქმა უნდა, აქაც კონფისკაცია არის და შესაბამისად ზედამხედველობის დეპარტამენტი ატარებს ამ მხრივ ძალიან მკაც რეაგირებას. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი არის პრევენცია და არა დასჯა, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მიზანი მიღწეული იქნება თუ მინიმუმამდე იქნება გარეულ ცხოველთა დატყვევების ფაქტები დაყვანილი და ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია მათ შორის ცნობიერების ამაღლება იმ კუთხით, თუ რამდენად მავნებლად მოქმედებს გარეულ ცხოველზე დატყვევება. ანუ გასაგებია თქვენ რასაც ამბობთ, რომ ის რაც მზრუნველობის საფარველო ქვეშ არის, კარგი გაგებით თითქოს ზრუნავს ადამიანი, ამ დროს ინსტინქტებს უკარგავს ცხოველს და სასათბურე პირობებში ზრდის და ერთგვარად განწირულია. მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სამწუხაროდ რეალობაში, როდესაც გარეული ცხოველი კი არა, შინაური ცხოველის მოვლა არის პრობლემა და როცა ხვდებიან რომ ან ვერაუდიან, ან ასაკოვანია და უკვე ტვირთად აწევს და ასე შემდეგ ბევრი მიზეზის გამო შინაურ ცხოველს ზაღლის სახით ადამიანები მოისვრიან ხოლმე, ხან წაიყვანენ დატოვებენ და ხან და ასე თავიდან მოშორების ასეთი მექანიზმი არსებობს და მე ეს ქუჩაში უპატრონო ზაღლების საცოდაობის სახით ჩვენ წინ ხვდება აბსოლუტურად ყველას. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც ტიპის ცხოველი ყავთ მაგალითად და მე წამოზრდისას უკვე ხვდებიან, რომ ეს მზრუნველობა თურმე არაფერია და ველური ინსტინქტები მაინც ცოცხლობს, სახიფათოა და ასე შემდეგ. მე რას აკეთებენ? ხო არ არის ისეთი შემთხვევა, რომ თქვათ იმის გამო რომ არ დამაჯარიმონ, საერთოდ არ მოვიყვან თქვენთან და სადმე წავიყვან სოფლის ბოლოში დავსვან და ეხლა იქ ვინმეს თუ რამეს უზამს, ეხლა დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა არის. როდესაც გქონია ჩვენ ეგეთი ფაქტები, როდესაც წამოიზრდება ცხოველი და მიხვდებიან რომ სირთულეს სრული სახით როდესაც სირთულეს შეეხებიან და ფაქტობრივად ეს ბუნებრივია, არ შეიძლება ველურ ცხოველს სრულად გადაუგვარდეს ინსტინქტები. არ შეიძლება მისი სრულიად მოშინაურება. ეს ბუნების კანონია, რომ ის უნდა ველურ გარემოში ზრდებოდეს და შეიძლება თავიდან არავლენდეს ველურ ინსტინქტებს, მაგრამ რაღაცა ეტაპის შემდგომ, ცხოვრების რაღაც პერიოდში ის აუცილებლად თავის ველურ ინსტინქტებს გამოავლენს. ყოფილა ეგეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ესეთი ცხოველები ვერასდროს ვეღარ ადაპტირდებიან, როდესაც ბევრი რამდენიმე წელი უკვე ტყვეობაში გაატარეს გარემოსთან, ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, უცხოეთში არსებობს რეაბილიტაციის ცენტრები და ნელ-ნელა ხდება ტყვეობიდან ნახევრად თავისუფალ პირობებში მიჩვევაზე და შემდგომში თავისუფალ პირობებში ანალოგიური ცენტრის და ანალოგიური საქართველოშიც არის ქალაქ თბილისის ზოოპარკში ბატონი სურა გურიელიძის დირექტორობით, სადაც არის აქ მიმდინარეობს გარკვეულ ცხოველთა რეაბილიტაციის სქემებიც და ეს მეცნიერებაში მიღებულია, რომ ნელ-ნელა ხდება შეჩვევა, ადაპტაცია და გაშვება, თუმცა ეს იშვიათი შემთხვევებია და უმეტეს შემთხვევაში დატყვევებული ცხოველები საბოლოო ბედი არის ტყვეობა და იქ დარჩენა. ასეთ ცხოველები უმეტესად ან ზოოპარკს გადაეცემა, ან ზოოლოგიურ ცენტრს გადაეცემა ნებისმიერ სხვას და მთელ ცხოვრებას ტყვეობაში ატარებენ. ფაქტიურად იმის ნაცვლად ჩვენ ვგონია, რომ სიკეთე გაუკეთეთ, შევიფარეთ, გამოვკვებეთ, გამოვზარდეთ შინაურ პირობებში, სინამდვილეში გამოდის, რომ მას ვწირავთ იმდენად ცუდ რაიმეს უკეთებთ, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ ამას ჩვენ ადამიანები ვერ გავიაზრებთ ყველა იმ მავნე შედეგით საბოლოოდ რაც შეიძლება ცხოველს დაემართოს. ბევრი მიზეზი არსებობს ალბათ, როგორ აღმოჩნდება ადამიანების ტყვეობაში ცხოველი. ალბათ არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ნადირობის დროს უფრო წააწყდება ალბათ და უფრო მეტი არის სიახლოვე, მაგრამ არ ვიცი, ვიღაცა ცხოვრობს სოფელში ტყესთან ახლოს ან აღმოჩნდა ტყეში და არ ვიცი, დათვის ბელი ან ლეკვი
და ხედავს რომ თქვათ ასე ვთქვათ პატრონი არ ყავს დედა არ ყავს მოკლედ აღმოჩნდა სიტუაციაში რომ აი ხელში უნდა აიყვანოს სხვა გამოსავალი არ აქვს რა არის ყველაზე სწორი გზა კარგი თემას შეეხეთ და ძალიან საინტერესო საკითხია ჩვენ ვართ გარემოსდაცვის ზემოქმედების დეპარტამენტი სრულად მაკონტროლებელი ანუ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერევით ხოლმე როდესაც დარღვევა გვაქვს სახეზე თუმცა ამასთან ერთად გარემოსდაცვის ზემოქმედების დეპარტამენტი იმის გათვალისწინებით რომ ქვეყანაში არ არის ცხოველთა გადარჩენის ცენტრები რაც ბევრ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაშია საქართველოში ესეთი გადარჩენის ცხოველთა გადარჩენის ცენტრები არ არის ამიტომ ეს ფუნქციაც გვაქვს შეთავსებული ჩვენ და უნებურად იმიტომ რომ მოქალაქეები რა თქმა უნდა და ესე იგი არაერთი კეთილი საქმე გაუკეთებია ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვის პატრულირებისაც რაფრიაგირების ბიჭებს, რომლებსაც უპოვიათ ესეთი ცხოველი, უბრალოდ მოქალაქეს დაურეკეთ ხელხაზე, მიდის ადგილზე პატრულირებისა და რაფრიაგირების თანამშრომელი გარემოსდაცვის და მოყავს ეს ცხოველი მაგალითად მას შეიძლება გქონდეს დაზიანებული ფრთა, ფეხი, ფრინველიც ბევრი არის ესე თუმცა მდგომარეობაში და ფრთა აქვს დამოტეხილი ან შველი რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი ან ნებისმიერი ცხოველი რომელიც უმწეო მდგომარეობაში დიდთოვლობის დროს მოყვას ვაფში და დაზიანდა ან წყალში ჩავარდა და აქვს ისეთი დაზიანება რომ საჭიროებს ვეტექიმის შველას და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვეუბნებით იმ ბიჭებს რომლებიც თავდაუზოგავად საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯებს მაინც ცდილობენ ამ კრიტიკულ მდგომარეობიდან გადაარჩინონ ცხოველი და მოყავთ ზოოპარკში და რა თქმა უნდა ასეთ სიტუაციაში ყველაზე დიდი ბედნიერება არის ის, როდესაც უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მოყვავს თბილისის ზოოპარკში და ზოოპარკის ვეტექიმი უტარებს ვეტერინარულ მომსახურებას და როდესაც ცხოველი ამ ფრინველი უკვე ჯანსაღ მდგომარეობაშია ყველაზე დიდი საამაყო და ბედნიერების განცდა არის, როდესაც ჩვენ მას ვაბრუნებთ უკან ველურ გარემოში, ისევ ჩვენ ვაბრუნებთ ველურ გარემოში, ვინაიდან ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ერთი ინდივიდის გენეტიკურ რესურსს ჩუქნით ბიომრავალფეროვნებას. თითოეული დატყვევებული ცხოველი არის ერთი გენეტიკური რესურსის დაკარგვა ბიომრავალფეროვნებისთვის და რა თქმა უნდა ესეთი ბედნიერი ფაქტებიც გვაქვს და სასიამოვნო ფაქტები ესე რომ ვთქვათ კონტროლთან ერთად და ბარემ თუ საინტერესო ალბათ საიდან ვიგებთ ჩვენ ინფორმაციებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არის საიდან მოგვდის ინფორმაცია და როგორ ვიგებთ დატყვევების შესახებ. პირველი რაც უკვე აღვნიშნეთ არის 153 ცხელი ხაზი, როდესაც მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ადამიანმა შეიძლება დაარეკოს და თქვას რომ მე ვხედავ რომ მოქალაქეს ყავს დატყვევებული გარეული ცხოველი, რაც ძალიან ცუდია ჩემით გადმოსახედიდან და გთხოვთ გაატაროთ რეაგირება. რა თქმა უნდა ასეთ სიტუაციაში მივდივართ და დაუყოვნებლივ ვატარებთ რეაგირებას და ჯარიმდება მოქალაქეები. გარდა ამისა ინფორმაცია მოდის ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, წერილობით, სატელეფონო და ამ ბოლო დროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ისეთ მეგასახელმწიფოში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, სოციალური ქსელები არის მაკონტროლებელი უწყებისთვის ერთ-ერთი წყარო საიდანაც ხდება ინფორმაციის მოძიება კანონდარღვევის შესახებ. სოციალურ ქსელში თავის მოწონება თქვენ გიადვილებთ მერე თავმომწონენთა აღმოჩენას? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბევრ მოქალაქეს არ აქვს გააზრებული, რომ გარეული ცხოველის დატყვევება კარგი ფაქტი არ არის და მით უმეტეს მასთან პოზირება, რომ დატყვევებული ყავს, როგორ ზრდის და ასე შემდეგ, ეს არ არის სწორი და ამიტომ თითოეულ ესეთ ფაქტზე ზედამხედველობის დეპარტამენტი ახდენს რეაგირებას და ამ მიმართულებითაც ვახდენთ კონტროლს. გასაგებია. ჩვენი კანონმდებლობით არის თუ არა რამე მოცემულობა, როცა გარეული ცხოველი ეს ყოლა ან მისი ვაჭრობის ელემენტები ან მისი მოვლის რაღაცა მოცემულობა არის დაშვებული კანონიერი გზა, რა თქმა უნდა. დიახ, ესეც არის, ამასაც ვერაუვლით გვერდს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს ეგზოტიკური ცხოველების ყოლა, მათ შორის არა მხოლოდ გარეული, მათ შორის ეგზოტიკური ცხოველები, რომლებიც განსხვავებულია ჩვენი ფაუნის წარმომადგენლებისგან არის ლამაზი და ანიჭებს რაღაცა ესთეტიურ სიამოვნებას. მათ შორის მაგალითად
ხმა ან შეიძლება იყოს მასთან ურთიერთობა, ან ვიზუალი ანიჭებს. მე ვიცი რომ საერთოდ უხმო მაგალითად ქვეწარმავალიც კი ბევრისთვის კი ძალიან ბევრი იგუანები და ასე შემდეგ. ახლა გუშინ წი ვქონდა იგუანების უკანონო იმპორტის ფაქტი ქვეყანაში, მაგრამ სანამ ამ ეგზოტიკურ ცხოველებზე ვისაუბრებ, ძალიან მოკლედ მინდა შევეხო ველური ბუნების სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ CITES კონვენციას, ეგეთი აბრევიატურა აქვს ველური ფლორისა და ფაუნის საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენცია CITES-ი, რომელიც 198 ქვეყანამდე აერთიანებს და საქართველოს არის ამ კონვენციის წევრი. ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები ამბობენ, რომ ჩვენ ველურ სამყაროს დავიცავთ, ფაუნას წარმომადგენლებს დავიცავთ იმით, რომ მათ ვაჭრობას გავაკონტროლებთ. ანუ თუ კანონიერად არის მოპოვებული ეს ცხოველი, კი ბატონო, შეიძლება მისი ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი ყველაფერი დაშვებულია, ოღონდ იყოს კანონიერად მოპოვებული. შესაბამისად, კონვენციის მოთხოვნიდან გამომდინარე, არ შეიძლება საქართველოში შემოვიყვანოთ რომელიმე ეგზოტიკური ცხოველი, ან ფრინველი, ან გავიყვანოთ საქართველოდან, თუ ჩვენ არ გვექნება ამ კონვენციის სერტიფიკატი, ან ნებართვა, CITES-ის სერტიფიკატი, ან CITES-ის ნებართვა. ანუ ეს არის კანონიერი გზა. ანუ ნებისმიერ ეგზოტიკურ ცხოველს, რომელიც კონვენციით არის დაცული და უმეტესად კონვენციით არიან ესენი დაცულები, რაც ყავს ეხლა ტყვეობაში, უნდა გქონდეს CITES სერტიფიკატი. თუ ეს აქვს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანს აქვს ამ ცხოველის, ამ ფრინველის ყოლისუფლება და მეორე მოთხოვნა პირობა, რომელიც არის ის, რომ მას აუცილებლად უნდა გქონდეს შესაფერისი პირობები. რა პირობებია ეს და რა შეიძლება გქონდეს ეს? რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს შესაბამისი ვოლიერი, შეიძლება ეს იყოს აკვარიუმი, მაგალითად რომელიმე თევზისთვის ან ამფიბიისთვის, ან შეიძლება ეს იყოს სპეციალური მოწყობილი კუთხე, სადაც ეს ცხოველი არსებობს და საფრთხეს არ უქმნის თვით მაცხოვრებელს და მის მეზობელს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კანონიერი გზა არსებობს და როდესაც ჩვენ ვამოწმებთ მათ შორის კონვენციის კანონაღმასრულებელი უწყება ერთადერთი არის გარემოს დაცვითის ზედამხედველობის დეპარტამენტი, თუმცა უმნიშვნელოვანესი დამხმარე უწყება არის შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, რომელიც აკონტროლებს ექსპორტს და იმპორტს. ახლა მომდევნო კვირაში ჩვენ გვაქვს სომხეთში ვიზიტი და უნდა გაუზიაროთ ჩვენ სომეხ კოლეგებს, ჩვენ საქართველოში როგორ ვაკონტროლებთ ამ კონვენციას და მათ შორის ეგზოტიკური ცხოველების და ფრინველების ფლობას საქართველოში როგორ ვაკონტროლებთ, როგორ ვამოწმებთ. მაგალითად, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, თუ ხდება CITES-ით დაცული სახეობის გაყიდვა ქვეყანაში, მაგალითად, ერთმა ადამიანმა თუთიყუში გაყიდა მეორე ადამიანზე. ამ მყიდველმა უნდა გააყოლოს თუთიყუს აუცილებლად CITES-ის სერტიფიკატი. და იმ შემთხვევაში თუ არ გააყოლებს და არც მყიდველს, არც გამყიდველს ეგეთი სერტიფიკატი არ გააჩნია, ჯარიმდება როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი. ანუ პატარა თუთიყუშები რაც იყიდება არაეგზოტიკურები ჩვენთან, არ მგონია რომ რომელიმეს დოკუმენტი ქონდეს. არა, რომელიც კონვენციით არის დაცული, აუცილებლად უნდა ქონდეს CITES სერტიფიკატი. თქვათ კონვენციით დაცული და სერტიფიცირებული გარეული ცხოველი იყიდა ვიღაცამ. ну ცხოველის შემთხვევაში კიდე ადვილია და სახლში რაღაცა მოაწყო კუთხე. დიახ. ამ კორპუსებში როგორ არ ვიცი, მაგრამ მოაწყო კუთხე. ცხოველის შემთხვევაში კიდე რაღაცა ადვილია ამ რაღაც განსაზღვრა, მაგრამ თქვათ არის ფრინველი ან ქვეწარმავალი. და ლიცენზირებული კი, მაგრამ სახლში ყავს და ამბობს რომ აგერ აი მე ჩემ წარმოდგენაში ეს იზოლირებული კუთხეა და არავის არ შეუქმნის საფრთხეს და ერთვენიერ დღეს გავანიავე ფანჯარა და ან ეს ქვეწარმავალი წავიდა სასეირნო და ან ის გაფრინდა. და მე ვის შეუფრინდება და ვის მიაკითხავს ეს ცალკე თემაა და მე რა ხდება? აი ეს მექანიზმი ამ პირობებისა რა კრიტერიუმებით იზომება? დიახ, ეგ ჩვეულებრივი ფაქტია, როდესაც მაგალითად ეს მისი საკუთრება არის ჩათვალეთ ის ფრინველი, იმიტომ რომ მას აქვს სერტიფიკატი, კანონიერად ყავს და ჩათვალეთ რომ მან დაკარგა ესე რომ ვთქვათ, მისი საკუთარი არსება, რომელიც მას ეკუთვნოდა. ეს მისი ქონებება და ამ შემთხვევაში უნდა დავრეკოთ აუცილებლად 112-ზეც უნდა დავრეკოთ, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ეს არის უკვე დაკარგული ინდივიდის მოძიება, ჩვეულებრივი ცოცხალი არსება, რომელიც ვიღაცას ოდესღაც ეკუთვნოდა. მაგალითად, თუთიყუში, რომელიც სადღაც შეფრინდა და რა თქმა უნდა, აქ მოქმედებს ჩვეულებრივი სამოქალაქო სამართალი, რაც ზოგადად ყველა მიმართულებით მუშაობს. გასაგები, ანუ ეს როგორც საგანი ისე არის უკვე განხილული. ხო, იმიტომ რომ მისი კერძო საკუთრება არის, იმიტომ რომ მას კანონიერად ყავს, აქ დარღვევა ამ შემთხვევაში არაფერი არ იყო, მაგრამ უკვე მიდის აქ სამოქალაქო სამართალი წარმოება მიმდინარეობს. მაგრამ ამ სერტიფიცირებული ცხოველის ფრინველის ქვეწარმავალის
შენახვა არასწორი სიტყვა მოულისა და მისი დაბინავების პირობები რაღაც კრიტერიუმებით იზომება თქვენ წარმომადგენლებს აქვთ უფლება რომ სახში მივიდნენ და ნახოს რომ იმან კითხვა რომ მე ლიცენზირებული მყავს მაგრამ უზის იქ რაღაცა იზოლირებულად ისე რომ მეზობლების საფრთხე არ შეუქმნას ეს როდესაც სამინისტრო ზოგ შემთხვევაში სამინისტრო იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას გარეული ცხოველის დატყვევაზე ერთ-ერთი წინაპირობა არის რომ მას ჰქონდეს შესაბამისი პირობები რა თქმა უნდა ჩვენ ეს სტანდარტი ეროვნულ დონეზე დამტკიცებული შეიძლება არ იყოს იმიტომ რომ შეუძლებელია სხვადასხვა უამრავი სახეობა მაგრამ ყოველ ინდივიდუალურ პირობებში შეიძლება ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დადგინდეს კონკრეტული და შეფასდეს კონკრეტული საცხოვრებელი ადგილები და ჩვენ ძალიან ბევრ შემთხვევაში მიმართავს თბილისის ზოოპარკს ასეთ სიტუაციაში როგორც აღნიშნეთ ანუ ცხოველთა სამყაროს კონტროლის კუთხით მარტივად რო ვთქვა ყველა გზა მიდის ზოოპარკამდე იმიტომ რომ მათ ყავთ ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტები მათ ყავთ ყველაზე კარგი ვეტექიმი ვეტერინარები, რომლებიც გვეხმარებიან, ისევე როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოს ყავს ასევე ვეტერინარები მთელი რეგიონული მასშტაბით და ჩვენ როდესაც რამე გვიჭირს მაგალითად რეგიონში ან სამცხე-ჯავახეთში ან იმერეთში ან გურიაში ან აჭარაში აუცილებლად მივმართავთ დახმარებისთვის ისევ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის სამსახურებს, რომლებთან ერთადაც კოორდინირებულად ჩვენ ეს ვეტერინარები ჩვენ გვეხმარებიან მაგალითად ადგილზე, რომ გვეხმარებიან ადგილზე ცხოველის ან ფრინველის შეფასებაში, მაგალითად კიდურის დაფიქსირებაში და ასე შემდეგ. ამიტომ ფაქტობრივად ჩვენი სამინისტრო სხვადასხვა უწყებები კოორდინირებულად მუშაობთ, მაგრამ ყველაზე მთავარი დამხმარე უწყება ჩვენთვის არის თბილისის ზოოპარკი. რომელსაც როგორც აღნიშნე საკმაოდ კვალიფიციური კადრი ყავს. მე ჩვენ დიალოგი რითიც დავიწყეთ, რაც ვნახე მე ეს კერძო, სადაც ამ რაოდენობისა, კერძოში თუ ამდენია. ზოოპარკში წარმომიდგენია ციფრი. დიახ, კი. და როგორ აუდიხართ და ხო არ არის რაღაც საჭიროება რომ კიდე დამატებითი ობიექტი შეიქმნას? მათი მოვლისთვის ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვასაც გავაერთიანებ, ტენდენცია როგორია? ამდენი წელია ეს კანონი არსებობს, კლებულობს, სტაბილურად არის თუ როგორია? დიახ, მოდით შევთანხმდეთ, რომ პრევენციის საუკეთესო მექანიზმია კონტროლი. ჩვენ, როდესაც კონტროლი დავიწყეთ, საკმაოდ დიდი რამდენიმე 10 წელზე მეტია, რაც დავიწყეთ ამ მიმართულებით კონტროლი და გავააქტიურეთ. ძალიან ბევრი დატყვევებული დათვი იყო საქართველოში დამეთანხმებით და ჩვენ საერთაშორისო იყო შემთხვევები, როდესაც უცხოელები გვირეკავდნენ, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ჩამოსულ და ამბობდნენ ვანდალიზმის ფაქტი ხდება საქართველოში და იყო ესეთი ფაქტები, რომ მათ შორის ცხოველთა დერივატებით ვაჭრობაც რო ხდებოდა, ამაზეც გვირეკავდნენ უცხოელები და რა თქმა უნდა ჩვენ ვატარებდით რეაგირებას და დამერწმუნეთ, რომ ფაქტების რაოდენობა დატყვევების კუთხით იკლო. თუმცა რა თქმა უნდა კონტროლის და საჯარიმო სანქციას აქვს შემაკავებელი ეფექტი, თუმცა როგორც აღნიშნე, აი სოციალურ ქსელებში, როდესაც ხდება ვინმეს მიერ პოპულარიზება თემის და პოზირება გარეული ცხოველთა რომ ეს კარგია, რა თქმა უნდა, ეს ფაქტებიც რამენაირად აი ეს სოციალური მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ კი გავიაზრებთ, რამდენად ცუდია დატყვევება ცხოველისთვის და ფრინველისთვის, მით უმეტეს თვითნებური დატყვევება, იმიტომ რომ ჩვენი თვითმიზანი, ზედამხედველობის დეპარტამენტის თვითმიზანი არასოდეს არ არის დაჯარიმება, ჩვენი თვითმიზანი არის პრევენცია. ჩვენი თვითმიზანი არის, რომ სოციალურ ქსელებში არ ხდებოდეს პოპულარიზება გარეული ცხოველების დატყვევების. და მეორე კითხვა რაოდენობის თვალსაზრისით რაოდენობრივად შემცირდა. არა არის თუ არა იმდენი რომ კიდე საჭიროა ერთი სივრცე გარდა კერძო ობიექტისა და ზოოპარკისა ან რაღაცა სტრუქტურის დამატება. დიახ, ჩვენ ძალიან კარგი იქნებოდა, დიდი სურვილი იქნებოდა, თუმცა იცით როგორ რაღაცა ყოველი ზოოლოგიური ცენტრი შექმნა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამას თუ კერძო სექტორი ითავებს და ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს ცხოველთა გადარჩენის ცენტრები, რესკიუ ცენტრები ეგრეთ წოდებული, რომლებთაც თავიანთი ცხელი ხაზია და ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაში არასამთავრობო სექტორს აქვს აღებული. ფაქტობრივად ჩვენ ახლა რაც სამინისტრო აქვს შეთავსებული ეს ფუნქცია და რასაც ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებსაც აფრიაგრების ბიჭები აკეთებენ, ამას უცხო ქვეყანაში აკეთებს არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სამოქალაქო სექტორი, რომელსაც აქვს ერთის მხრივ ეს რესკიუ გადარჩენის ცენტრი და მეორე მხრივ აქვს თავშესაფრები მოწყობილი. ანუ ეს ის სეგმენტია, რომელიც ესეც იქეთ უნდა იყოს, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც აღნიშნე,
ზედამხედველობის დეპარტამენტი ახდენს სწორედ ბევრ შემთხვევაში ხელხაზე შემოსულ შეტყობინებას ურეაგიროთ არტოვებს და ბევრ შემთხვევაში ძალიან ბევრი ფრინველი და ცხოველი გადაურჩენია გარემოსდაცვითი პატრულეებსა და სწრაფი რეაგირების ბიჭებს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადაუხადო ამ ეთერით. გასაგებია, მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ. მადლობა. მოკლედ გარეული ცხოველების დატყვევებისა და გაყიდვის თემატიკაზე ვსაუბრობდით, ამ მხრივ არსებულ რეალობაზე და თემას სასაუბროთ სტუდიაში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროს მაია ჩხობაძეს მასპინძლობდით, მასთან ჩვენი საუბარი რადიო იმედის Facebook გვერდზე ეთირდება. მადლობა დროებით.